გასწავდება ჯერ პირველი რო არის მსუბუქი, მაგისი აუცილებელი ხასიათი არის, რომ იყოს მსუბუქი. აქ მინიმალიზმი არის რა, აქ ბევრი რა არ არის, როგორც ვთქვათ, Mercedes-ში ან სხვა მანქანაში. რომ მძიმე არ იყოს, ვთქვათ, ფეჩი ან რაღაც სხვა აქსესუარები მინიმალურია. რომ ტარებისთვის იყოს კაი რა, რომ კაი მანევრი ქონდეს. სიმსუბუქი არის. და კიდე ღერძების შუას რო იყოს 50%. საერთოდ რო გააკეთო მანქანა ან საერთოდ რაღაც ენთუზიაზმი აუცილებელია, იმიტომ რომ აქ სხვა აქ ბიზნესი არ არის რა, ეს არის გატაცება. ასეთ მანქანებზე ამბობენ ოცნების მანქანა საერთოდ რა. ავტომობილ მიჩნი, აი ეგრე ამბობენ რა, რუსულად ეს მანქანა რომელიც შენ შექენი და წარმოიდგინე რა სიყვარული გაქვს, რომ ყოველ ნაწილს აქ მარტო სიყვარულით არის გაკეთებული რა, ეს ყველაფერი. აქ დიდი სიყვარული კიდება. აქ სიყვარული რო არ ყოფილიყო, ეს მანქანა არ გაკეთებოდა. ჯერ მაქვს მიზანი დაგეგმა, რომ ეს მანქანა დავამთავრო. ძალიან ბევრი სამუშაო არის კიდე აქ. მაგრამ ეს მანქანა უკვე აი ახლა შუშებს დავუყენებ, შეიღებება, ხო და პატარა რაღაც აქსესუარები რა. და უკვე შეიძლება ამის სიარული ქალაქში. ინტერნეტში შევდივარ და სულ უყურებ მანქანებს, რაღაცებს და მომეწონა რა ეს უფრო თეთრი მანქანა და წითელი ელემენტებით რა. ერთ პერიოდს ის მქონდა, პრობლემა მქონდა, რომ რა ფრად უნდა შევღებო. ჯერ შავი ფერი მეთქვი, შავი და მერე სხვა და მერე ახლა გავჩერდი თეთრზე და უკვე საღებავი მაგ ნაკედი, ისე რომ სხვა ფრად აღარ შევღება, უკვე всё თეთრი იქნება. ერთხელ მივიღე ამ მანქანით კონკრეტში მონაწილეობა. ახალციხეში. ჩამოსულები იყვნენ რამდენი წლის წინათ, ალბათ 7-8 წლის წინათ იყო აქ ქალაქში გატარდა. ადრე ამის წინ მქონდა კიდე რაღაცეები აწყობილი, მაგრამ ისეთი არ იყო რა, სერიოზული. აი ალბათ იყო ეს გეგმა, რომ ეს მანქანა გამოსულიყო, იმიტომ რომ აი ესე რომ აიღო და გააკეთო მანქანა უცმად ძალიან ძნელია, ასე მაგისთვის იატაკი ჭირდება რა.